აღფრთოვანებას რა დროს განვიცდით რა იწვევს? აღფრთოვანება არის სხვისი ისეთი საქციელი, რომელსაც მოაქვს წესრიგი. კოსმიური წესრიგი რა. ანუ ეს არის უფრო იქ ტერმინი არის პუნია, მაგრამ ეს დაახლოებით არის, რომ ანუ ინდურ ტრადიციაში არის ეგეთი ცნება, რომელსაც ქვია დარმა. და დარმა ნიშნავს აი ძველი რიტუალებს როცა ატარებდნენ, მსხვერპლშეწირვებს და ასე შემდეგ ვედურ რიტუალებს. მათ ჯეროდათ, რომ ეს რიტუალები უზრუნველყოფდნენ კოსმიურ წესრიგს. და ეს იყო მოტივი, ანუ ამას უწოდებენ ანუ დარმა. თა ნიშნავს დაჭერას. კოსმოსის რო ესე ვთქვათ არ დაირღვეს რა ეს ჰარმონია და მე ჩათვალეს რომ ეს ხერხშეწირვები და რაღაცები საერთოდ არ არის საჭირო. ეს ყველაფერი უბრალოდ შენს აზრებზე არის. ანუ შენი აზრით შეგიძლია შექმნა წესრიგი. შენი აზრით შეგიძლია ჰარმონია შექმნა უბრალოდ ისე მოქმედებით და იოგებმაც უარყვეს ეს ხერხშეწირვები და სხვა ტრადიციებმა და ფილოსოფიურები გახდნენ. და თქვენს რომ მაგალითად აი როგორც არის მარხვის დაცვა და ასე შემდეგ, ხარი ხერხშეწირვა როგორც აი გარეგანი რაღაცის გაღება, რომ დაუშვათ ადამიანმა რაღაც ძროხა შეწირა ან რაღაცა. ეს გარეგანი ეს არის და მარხვა არის შინაგანი გაღება რაღაცის. რაღაცაზე უარის თქვა, შინაგანი ასკეტიზმი და ესე ორი ტრადიცია მიდიოდა და ამ წესრიგისთვის ერთი გარეგნულ მეთოდებს მიმართავდნენ, მეორე შინაგანს, მაგრამ ეს ტერმინი ბოლოს ჩამოყალიბდა უბრალოდ წესრიგად. რასაც ასე თქვა ისეთი საქციელი, რომელიც სწორი არის. და მაგალითად რაღაც ძალიან მაგარ მუსიკას რომ მოისმენ და მაგით რომ აღფრთოვანდები, ეგ სხვა აღფრთოვანებაა? ეგ არ ვიცი, მაგაზე არ ვიცი რა სიტყობდნენ მართალი გითხრა. იმიტომ რომ ალბათ ან მაგალითად ზეპელინები ხო არ ქონდათ მოსმენილი. ანუ ეგ ხო რეალურად ხო წესრიგი არის ეგ. ხო, ალბათ კი, არ ვიცი, ანუ აი ეგ საინტერესო არის, ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ რა არის იცი პოეზიას უარყოფენ იოგები. ხო? კი, ანუ იოგა ოღონდ ეს პოეზია არ უნდა გავიგოთ აუცილებლად იმ პოეზიად, რასაც თანამედროვეობაში პოეზიას უწოდებთ. ეგ ჩემთვისაც უცნობი საკითხი არის, ანუ რას გულით მეტი კვლევა არის ჩემთვის საჭირო, რომ მეტი წარმოდგენა მქონდეს მაგაზე. ანუ როგორ არის იცი, რომ იოგა სუტრაში შეიძლება ხო არის თქვა სასულიერო პირები და ბერები და თქვა საერო პირები, ხო? იქ არის მოყვანილი ეგეთი რაღაცა, რომ პოეზიად კი ვთარგმნებ, მაგრამ ისეთი თქვა ტექსტები, რომელიც იწვევს ადამიანში, მაგალითად თუნდაც ბერში, თქვა სექსუალურ ფანტაზიებს. ხტები, ეგ ალბათ არც ერთ რელიგიაში არ იქნება ეგეთი პოეზია მისაღები. ან ალბათ ბერებისთვის და შესაბამისად მე ხელოვნებად ჩემთვის სხვა რაღაცა არის იმ გაგებით, რომ პოეზია კი არა ზოგადად, ანუ ხელოვნება გინდა ნახატი იყოს თუ რაღაცა, ანუ სიშიშვლეც რო არის, ეგ ხელოვნება უფრო მაღლა დგას და ანუ იმას არ აღიქვავ როგორც მოხმარების საგანს. ანუ მაგალითად ნატურმორტს რო უყურებ, ის არ აღწევს, შეიძლება ძალიან მშიერი იყო და შეხედოთ ან მოგშივდეს, მაგრამ ეგ მე მგონი ანუ ძალიან იშვიათი არის, არ ვიცი, ანუ ესთეტიკური აღქმა სხვა რაღაცა არის, რომ მაგ დროს სხვა რაღაცას უფრო აკვირდები ვიდრე ხო, აი მე ძალიან მიყვარს ალბათ ბევრს როცა ხატავენ, აი გამჭირვალე ხილი რო არის რა, თქვა და ყურძენი გამჭირვალე და რაღაცა ანუ სინათლე რო გადის. ანუ ეგეთი ნატურმორტში რო ეგეთი ელემენტები არის რა. ხო და შესაბამისად, შენ როცა უყურებ ხელოვნების ნიმუშს, შენ იმას არ უყურებ როგორც საჭმელს, რომელიც უნდა მოიხმარო, ხო? ხო და ის პირიქით ამით შენ რაღაცნაირად ამაღლებას განიცდი სინამდვილეში.
და მიგანიშნებს რაღაც ესთეტიკურზე რა, რაღაცა ძალიან მიღმიერზეც. აი, თუნდაც ამ შემთხვევაში ნახე ფილოსოფიურად როგორ რაღაცა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ როცა ქშია და მაგალითად საჭმელს უყურებ, შენ გიჩნდება სურვილი, რომ საჭმელი გაანადგურო, უარყო, ხო, გაანადგურო. და ამ შემთხვევაში ნატურმორტი როცა დევს, შენ შეიძლება გაგიჩნდეს ეგეთი შეგრძნება, რომ იყოს სადაც არის. ანუ იქიდან ძალიან ლამაზი არის ისედაც. აი ეგ ამ განცდას გაძლევს, რომ ის რაღაც სრულყოფილების განცდას გაძლევს რა. და ამით ეგ არ არის ეგ მომენტი, რომ თქვა მოგშივდა და ან დავუშვათ ნახატში რომ სიშიშვლეს ხედავ, რომ ანუ პირიქით, ანუ აქ ხედავ არა როგორც რაღაც მოსახმარ საშუალებას, არამედ რაღაც სრულყოფილს, რომელიც უხდება იმ ნახატს. ნახატათაც არ აღიქვა, რაღაც სამყარო არის რა. ეგეთ მდგომარეობაში თუ შედიხარ, ანუ ესთეტიკური აღქმის მდგომარეობაში თუ შედიხარ, მაშინ ყველაფერი ჰარმონიული და ყველაფერი შენ ამაღლებას ემსახურება რა. ხო და თუ ეგეთი რაღაც არის, მე მგონია რომ ანუ ეგრე რო წარმოედგინათ ანუ იოგებს მაშინ ხო ეს ცვლის სიტუაციას ხო და ეხლა ისინი პოეზიაში ну ბერის მდგომარეობა კიდე სხვა არის ხო ეხლა ბერი და რაღაცა მე დავუშვათ ქალის მოყვანილი არის თან სპეციალურად რაღაც პოეტური პატარა ფრაგმენტი რა ქალის აღწერა არის რა ხო და ეგ ანუ მაგას ანუ ვერ გეტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ის სხვა რაღაც არის შეიძლება არც ერქვას იმას რაღაც პოეზია არ ვიცი ანუ რა ჟანრი შეიძლება იყოს ეგ რა ხო და ამიტომ ეგ თემა ეგეთი საკითხი არის მაგრამ ჩემთვის ხო ანუ რა თქმა უნდა მე როცა ხელოვნების რაღაც ნიუმს ჭრეთ ან კინოს ან რაღაცას მე რა თქმა უნდა მგონია რომ პირიქით ეგ ამაღლებს ადამიანს ანუ ეგ არის ანუ ეს ესთეტიკური განცდა აღმოფრენის აღრთოვანების და ასე შემდეგ რაც მედიტაციის აი საფეხური არის სადაც შენ სიტყვების და ბევრი ანუ ვერბალიზაციის და კონცეპტუალიზაციის და ასე შემდეგ რაღაც ინტუიციურად პირდაპირ შეგიძლია ამაღლდე რა ეგ მომენტი არის უბრალოდ იოგაში ეგრე არის რომ აი ეგ განცდაც არ არის საბოლოო ანუ ეგ ეტაპები არის ხო მედიტაციის და ეგ ესთეტიკური განცდა ან სიხარულის განცდა აღრთოვანების განცდა არის ერთ-ერთი ეტაპი არის ასე ვთქვათ რა რაც მედიტაციის გარკვეული ან თანხლები რაღაც არის თანხლები განცდა არის და მე უფრო მაღალ ეტაპზე ალბათ ადამიანი აცნობიერებს რომ ამ სიხარულის რაც თავიდან ითაც დავიწყე რომ ამ სიხარულის წყაროც არის უბრალოდ თვითონ ანუ ეს გამე იქიდან კი არ იღებს სინამდვილეში სურათიდან სურათი გეხმარება და აი როცა მოხდა რაღაცა ლამაზი არის ხო ან რაღაცა შვენიერი ან რაღაც ეგეთი ხო სინამდვილეში ის და სხვას შეიძლება ვერც გადასცე ანუ ვერაუხსნა და ამ სინამდვილეში ის არ არის იქ არ არის რაღაცა ეხლა ის რო აჩვენო მაგალითად არ ვიცი ცხოველს ანუ რავი ისე დაინტერესებს ხო ალბათ ეს ხო აღქმაზე არის ვინ აღიქონს და როგორ აღიქონს და ამიტომ მე მგონია რომ ხელოვნების ნიმუში ან რაღაც ნივთი როგორც რაღაც სამედიტაციო თქვათ ობიექტი ეგ შეიძლება იყოს ეგეთი ობიექტი, მაგრამ ის განცდები რაც წარმოიშვება, შემდეგ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ის არაფერ შუაში არ არის. ჩვენი სული არის ამის წყარო, ანუ ჩვენ გვქვნით ამ განცდას, რა სილამაზე დავუშვათ ეს ყველა ეს გრძნობა არის უბრალოდ ჩვენში და ჩვენ რაღაც მომენტში გონია, რომ ეს გარედან არის მიღებული და ის ნივთებით, რომელიც გვანიჭებს სიამოვნებას ის ემოციაც ჩვენ გონია რომ სინამდვილეში გარედან არის. სინამდვილეში ეს ჩვენ თვითონ ვანიჭებთ ამ ნივთებს, ამ დატვირთვას. ეხლა ეგეთ რაღაცას ვიფიქრე. ცოტა გარედანაც არის.
გარედან ანუ ეგეთი აი რაღაც ძალიან კაი თუ არ იქნება, შენ ვერ აფრთოვანდები. კი, მაგრამ ნახე, იოგას სუტრაში ზუსტად შასტრაში ეგეთი რაღაცა წერია, რომ ერთი და იგივე ადამიანი, ხო შეიძლება ერთს ზულდეს და მეორეს უყვარდეს. კი. ესე იგი იმაში თავისთავად იმის არსებობა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ის ემოცია არის ჩვენს მიერ დაპროეცირებული მასში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში რა. და რაც შეეხება, ანუ არსებობს ისეთი ნივთები, რაც მაგალითად ყველას ალბათ ანიჭებს ერთნაირ შეგრძნებებს, თქვა, არ ვიცი, ეს მოშვიდება და შეჭამს ადამიანი, ალბათ ისიც დანაყრდება და ისიც, ხო? ხო, მაგრამ ეგ ისახრთოვანება ჭამისგან აღფრთოვანებული. ხო, ეგ ზოგი მაგისგანაც არის აღფრთოვანებული ალბათ. გააჩნია ხო ძალიან გემრიელი რაღაც. მაგრამ იცი რა ვფიქრე, ანუ ვთქვათ აი რაღაც ნახატია, ხო, დახატა ვიღაცა მხატვარმა და შენ ძალიან მოგეწონა ეს ნახატი, ანუ რაღაცა სიხარულის გრძნობა მოგანიჭა ამ ნახატის ნახვამ. ანუ ეს ხომ თვითონ იმ მხატვარმა თავის შინაგანი სამყარო გადმოიტანა ამ ნახატში და შენ იმ მხრიდან გამოდის რაღაც მისთვის თანაგანცდასავით, ანუ შენც იგივე განიცადე მაგ დროს, როცა ეს ნახატი დაინახე. იმან ნახე ავტორის ნაწილი არის ეგ ხო პროდუქტი, მაგრამ იმ ავტორს მე ის მოწყდება და დამოუკიდებელ სიცოცხლეს იძენს. მაგიტომ არის რომ მაგალითად ბევრი ფილმი ისეთი შინაარსებს იძენს, რაც საერთოდ არც უფიქრია ავტორს. ხო, ეგ ხო. აი თუნდაც ყველა იცის მაგალითად აი მიმინო არის ქართული ფილმი. და ხალხი ანუ მასობრივად აღიქონს, რომ ეს არის მეგობრობაზე. საერთოდ არც მიფიქრია, ანუ უბრალოდ რაღაცა გადაიღო რა. და მე ანუ ხალხი მათ ჩადო ეს, რომ ანუ ეს არის და მე თვითონ რეჟისორსაც პირიქით შეიძლება მოეწონოს ეგ იდეა, რაც ხალხმა დაინახა თავის ნამუშევარში რა. ეგ რაღაც ჯადოსნურად მოქმედებს. ამიტომ ერთი მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ განუყოფელი ნაწილი არის, მაგრამ მეორე მხრივ როგორც შვილი, რომელიც სრულწლოვანი ხდება, ესე დამოუკიდებელ ცხოვრებას იძენს და ანუ ისე ტრიალებს საზოგადოებაში, რომ თვითონ იძენს შინაარსებს რა და ეს ბოლომდე აღარც არის იმაზე დამოკიდებული და ამიტომ ზუსტად ის თანაგანცდა არის თუ არა, ესეც არ ვიცით და პლუს საინტერესო კიდე ის არის, რომ ბევრი ნაწარმოები შექმნილი, ანუ რაც ითვლება გენიალურ ნაწარმოებად, არის შექმნილი არის დაკვეთებით. მართლა? ხო, ანუ არა, ნახატებსაც ხო ქმნიდნენ ხოლმე დაკვეთით. მე მგონია რომ მაგ დროს აი რო გიკვეთავენ და მაგიტო რო წერ რაღაც მუზა მიგდის და ვეღარ აკეთებ. მოცარტის უმეტესობა არის დაწერილი დაკვეთებით და ის რაშიც ფული არ გადაუხადის ბოლომდე აღარც დაამთავრა. ეგრე არის ანუ ლეონარდო. ხო, იმიტომ რომ ანუ ლეონარდოს ნამუშევრებიც ეგრე არის. ეგეც დაკვეთითა? სულ დაკვეთით არის, ანუ ეგ სულ დაკვეთით არის და ანუ იმის გამო რომ ანუ თავის ჰონორარს ესე ავანს უბრალოდ წინასწარ ხარჯავდა და პლანგავდა, მე ვერასდროს ვეღარ ასრულებდა და მე ანუ ყოველთვის იყო ანუ ამ ნახატების დასრულების პრობლემა და ამიტომ არც ერთი, რავი, შეიძლება ძალიან ცოტა კონდეს ბოლომდე აი დიდი ისინი პროექტები დასრულებული რა. ხან ამის გამო, ხან იმის გამო, ხან მედიჩების რო ანუ დაპირდა 12 მეტრიანი თუ რაღაცა ცხენზე ამხედრებული ქანდაკება უნდა გაეკეთებინა, მე ომი დაიწყო და რკინა დაჭირდა და კაცის ზემოდან გააკეთეს. ხო, ანუ ეგ ხო ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის, რომ ბევრი ალბათ კინოც, ბევრი ნახატიც, მუსიკაც, აი ისე არის, აი გაკეთებულია, რომ მაგალითად შენ ჩვეულებრივად აი ეს ახლა მაგიდა რომ შეუკვეთო ვიღაცას რა. ხო და ეგ არ ნიშნავს, რომ ის არდებს იმაში გენიას და საქმეც მაგაშია, რომ აი ეგ მაინც ახერხებს თავის პროფესიონალიზმი, არ ქვია ალბათ გენიით თუ რაღაცით, რომ მაინც გააცოცხლოს ეს რაღაცეები და ამიტომ რეჟისორებში ახლა გამახსენდა ზუსტად, რომ ფრანსუა ტრუფოს წიგნი ქართულ ენაზე არის, სადაც ის ადარებს ისეთ რეჟისორებს, რომლებიც ყველაფერს თავისით ქმნიდნენ. რობერ ბრესონს საუბრობს. ჯიბის კურდის ის ჩავრთეთ. ხო, მოხოს. ხო, აი ქართულად არის მე მგონი და ან მე შეიძლება სუბტიტრები არის და მე საკან შაბათ-კვირას გავუშვი. ხო. და მეორე რეჟისორს ანუ რენუარს ადარებს, რომელიც
ანუ პირიქით დაკვეთებით და უფრო სხვების თანაორგანიზებით და რაღაც. ანუ წარმოიდგინე, როცა ესეთ რაღაც მასობრივ იმას აკეთებ, მასობრივ პროექტს აკეთებ, ძალიან ძნელია, რომ რაღაც შენი რაღაც ინტიმური ის იგრძნო, აი, ხო ხდება, ანუ ამდენი ხალხი, ამდენი რაღაცა. ხო, მაგრამ რავი, არ უშლით და ეს უბრალოდ ხო ეს რატომ მოვაყოლეთ, რომ ეგ ანუ ხელოვნების ნიმუში ჩემი აზრით ანუ აი ესეთ რო ყოფილიყო გააზრებული, ანუ იოგური მედიტაციის კონტექსტში ასებით ანუ ჯდება რა, ანუ რაღაც იმ განცდას რო იღებ, ანუ მდგომარეობაში რო გადადიხარ და მეც მიცდია სხვადასხვა ერთი რაღაც პერიოდი ფოტოგრაფიით ვიყავი დაინტერესებული და არა ტექნიკით, არამედ უბრალოდ რაღაცა ხედვის მსგავსით რა. და ეგ სიამდვილეში ანუ ჩემთვის რა იყო ეს, რომ როდესაც რაღაცას იღებ, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი თუ შენობა თუ მოგზაურობის დროს, არა ტურისტული რაღაცა, უბრალოდ აი თქვათ ქუჩა. ეგ არის უბრალოდ რომ მაგალითად უბრალოდ შედიხარ რაღაც მდგომარეობაში, სადაც ჩვეულებრივ რაღაცებს ხედავ არაჩვეულებრივად. ვაიმე ხო, რამდენი ხანი არ მქონია ეგ მდგომარეობა. ხო და ეგ ხო რეალურად აი წარმოიდგინე, ეგ ხო ჩვენს ტვინზეა დამოკიდებული აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ქუჩებზე ჩვენ რა დავდივართ, ან თუნდაც სამოგზაუროთ, ანუ ეგ ხო მართლა იმაზე არ არის დამოკიდებული, რომ აი მაგარი ქუჩა არის და რაღაც ჩამსელიცე არის ან რაღაცა ისეთი არქიტექტურა. შეიძლება ძალიან მინგრეულიც იყოს და მონგრეულიც იყოს, ანუ მაგაზე არ არის რა. ეგ და იქ ხო ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ეგ შეგრძნება არ აქვს. შენ ჩადიხარ რაღაც ცნობიერებას ცვლი, ანუ მიატოვებ დავუშვათ იმ ქართულ რეალობას, ანუ რაღაც სხვა რეალობაში გადადიხარ. სინამდვილეში გადადიხარ შინაგან სამყაროში. და აი მანდებ ანუ რაღაცა იმ შინაარსებს რა უბრალოდ და მე არც სცენარია ჩვეულებრივი, არც ის არის ჩვეულებრივი და twin-ი რაღაცნაირად აძველებს რა და რაღაც უფერულს ხდის სამყაროს. თუ არ არის აი მდგომარეობაში და ვერაფერს ვერ განიცდი რა, ანუ ის ახტაცების თუ აღფრთოვანების თუ რაღაც ანუ ეს შეგრძნება შეიძლება დაკარგული იყოს რა და ეგ არის ანუ მნიშვნელოვანი საფუძველი რაღაც ანუ შიგნიდან რა. და ეგ ყველას აქვს, ანუ აბსოლუტურად უბრალოდ ეგ სინამდვილეში არც ფოტოგრაფიასთან და არაფერთან არ არის დაკავშირებული. აი მედიტაცია ანუ ეგ არის რა. ერთიც ანუ შეგვიძლია რეალურად რომ ეგ მდგომარეობა ჩვენში ხელოვნურად გამოვიწვიოთ, ანუ აი ყოველდღიურად რომ ყველაფერს აღვიქვამდეს სხვანაირად აი რაღაცა უფრო მეტ აზრს ვანიჭებდე და იცი რა არის ალბათ ამაზებოდეს. მე მგონია რომ იცი როგორ არის ხელოვნურად რაღაცის გამოწვევა უფრო ძნელია, მაგრამ ხელოვნურად ჩვენ შეგვიძლია იმ ხელოვნურობისვე შეჩერება, რომელშიც ვართ. ანუ მუზას ხელით ვერ მოვიყვანთ, ანუ იოგას შასტრაც ანუ მაგას ასწავლის, რომ შენზე რაც არის დამოკიდებული, ანუ წყალობა რომ მოვიდეს, ანუ მდინარე რომ მოვიდეს, შენზე არ არის ეს ბოლომდე და შენ შეგიძლია რომ კარი გაუღო. და მე ანუ მუზა, ანუ ეს ანუ მდგომარეობა რომ მოვა, ანუ მე უბრალოდ შანსი არის, შენ უბრალოდ მექანიკურად, აი ხელოვნურად ხო ვერ გამოიწვევ. და ხელოვნურად შეგიძლია მხოლოდ იმ ხელოვნური მდგომარეობის შეჩერება, რომელიც არის. და მე ანუ კარი რო იხსნება, უბრალოდ მეტი შანსი არის, რომ იმ ვიბრაციებს შეეხო. უბრალოდ ის დაიჭირო, თორე იმას ვერ მოათრევ ესე, რომ მოდი აქ და რაღაცა, ხო? მაგაზე სხვათა შორის მიფიქრია. ეხლა იოგაზე რო დავიწყეთ ფილოსოფიაზე მაშინ ლაპარაკი. ანუ მე რა მიფიქრია, რომ მეთქი აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი გვეჩვენება, თითქოს ანუ ესე უნდა იყოს. თითქოს სამყაროც ესეთი უნდა იყოს, როგორიც არის, მაგრამ რო დაფიქრდე, ხო, ანუ ყველაფერში არის რაღაც პატარა სასწაული. მაგრამ ამ ყველაფერს იმდენად ვეჩვევით ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ არაფერს აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ხო და აი მაგაზე მიფიქრია მე, ანუ დავფიქრებულა რომ თქვა
თუნდაც დედამიწა გამოკიდებული რო არის თითქოს ჰაერში. ანუ ეს ელემენტარულად გვეჩვენება თითქოს, მაგრამ რამხელა სასწაულია და ანუ ესეთი სასწაული რამდენია ჩვენს ირგვლივ, ხო? ხო და ესე რო დაუფიქრდე, თითქოს ანუ ყოველდღე რო დაფიქრდე ამაზე, რაღაცნაირი სხვანაირი გრძნობა გეუფლება. ხო და ყველაზე დიდი სასწაული ხო სიცოცხლე არის და თვითონ ადამიანი არის რა. ანუ ამაზე მეტი ფაქტი აი როცა მაგალითად რაც უფრო ძველი არის რელიგია, მით უფრო მეტი არის სასწაულები. როგორც ჩანს, რაც უფრო ცივილიზაცია შემოვიდა, უფრო აღარც აქტუალური არის და ხალხიც მიხვდა, რომ სასწაულზე არ არის დამოკიდებული რელიგიის იწამებ თუ არა. შეიძლება სასწაული არ იყოს, მაგრამ ჰეგელს აქვს, მე მგონი ქართულადაც გამოვიდა ეს იესო ქრისტეს ცხოვრება, თავისი ინტერპრეტაცია აქვს რა. უბრალოდ ინტერპრეტაცია კი არა, თითქოს ძალიან ჩვეულებრივი ისტორიას წერს სასწაულების გარეშე. ანუ როგორი არის იესო ჩვეულებრივი ადამიანი, ეს ყველაფერი ხდებოდა მის თავს, მაგრამ ყოველგვარი სასწაულის გარეშე. და ხვდები რომ ის სასწაულები რომც ჩამოაშორო, თვითონ ის არის სასწაული. თვითონ. ის რო ეხლა მაგალითად ღვინოს შამპანურად წყლად გადააქცევდა თუ წყალს ღვინოთ, ხო, ანუ რავი, ღვინოს იყიდი რა ბოლო, ანუ მაგაში ხო არ არის. ეს შეიძლება ღვინის ქარხანას გაუხარდეს ან დავუშვათ მასობრივ წარმოებას, ხო, ვისაც რავი, მეტი ღვინის ისა აქვს იდეა რა, მაგრამ თვითონ ანუ ის სიტყვა, დავუშვათ ის აზრი, ის ხო უფრო მეტად სასწაული არის, ვიდრე დავუშვათ რაღაცა ხელოვნური ან მექანიკური ან ჯადოსნობა რაღაცა რა. ხო. ეგ იოგაშიც ესეა, რომ თვითონ ვინც ორიენტირებული არის სასწაულზე, მისტიკაზე და ასე შემდეგ, ეს არის თვითონ შეფერხება სულიერი განვითარების გზაზე. ანუ ეს არის ანუ დაბრკოლება არის იოგაში. ანუ ეგ ადამიანს დიდად არ უნდა აინტერესებდეს ეგ მისტიკა, იმიტომ რომ მაშინ ხვდები რომ თავარი მისტიკა შენ თვითონ ხარ რა. ხო. ეგ როგორც როცა ჩვენ ვამბობთ რომ მაგალითად ადამიანი, რასაც ქმნის, ეს არის ხელოვნური და აი ბუნებრივი შექმნილი არის, მაგრამ ჩვენ ისიც შეგვიძლია დავუშვათ, აი რასაც ჰეგელი ამბობს მე მგონი ესთეტიკაში, რომ ადამიანის ხელით შექმნილიც არის ასევე ღმერთის ხელით შექმნილი, ანუ ღმერთი არა მარტო ბუნებას ქმნის უშუალოდ, არამედ ადამიანის ხელითაც ქმნის, ანუ ის რაც იქნება, ის რაც ადამიანს ამაღლებს, ანუ ასევე შეგვიძლია რომ ის გონით, საზრისით და სიცოცხლით, გავლით შექმნილი არის, ანუ გონება არის შინაგანი სიცოცხლე არის, ხო? არის ფიზიკური სიცოცხლე და სულის, ანუ შინაგანი სიცოცხლე და ამის ნაყოფი რაც შეიძლება იყოს, ესეც არის ის რაშიც შეიძლება ადამიანმა ღვთაებრიობა დაინახოს და მაგიტო მე ესე ვფიქრობ, რომ ანუ ის რაღაც ზოგადად იოგური მედიტაცია შეიძლება სპეციფიკური რაღაც არის, მაგრამ ზოგადად მედიტაცია არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება აი ზუსტად კინოს ყურების დროსაც კონდეს, ყველაფრის დროს აბსოლუტურად, რაც შენ ცნობიერებაზე არის დამოკიდებული და შენ თუ ეგრე შეხედე, რომ მაგალითად მე მედიტაციისთვის რაღაცა ტიბეტური თასი მჭირდება, ეგ უბრალოდ ანუ მთლიანი საზრისის ვერ გაგება, რასაც იოგები ამბობენ. რომ მაგალითად არ ვიცი, აი რაღაცა ხელოვნური რაღაცა მჭირდება ისეთი, ანუ ატრიბუცია, ან ისეთი ჩაცმა, ან რაღაცა ფართხუნა შარვალი, ან რაღაცა, რაცაც რეალურად არაფერი კავშირი არ აქვს. არაფერი კავშირი არ აქვს ან რაღაც აი ვითომ რაღაც მედიტაციურ მდგომარეობებთან.